მოგესალმებით მეგობრებო, დაიწყო ახალი კვირა ისრაელში და ტრადიციულად ჩვენ ამ კვირას ვიწყებთ ერთად. დღეს მე ხვდები ჩემს ძმას და დედას და მივდივართ ინდური სამზარეულოს გასასინჯად. უბრალოდ მე ნამდვილად არ მივდივარ პირველად ინდურ სამზარეულოს გასასინჯად. ძალიან მიყვარს, ზოგადად ისრაელში ძალიან პოპულარულია ინდური სამზარეულო და მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ დედა და ჩემი ძმა პირველად გასინჯავენ. ძალიან მაინტერესებს მათი აზრი და მოეწონებათ თუ არა ზოგადად. და რა თქმა უნდა, თქვენს გაგიზიარებთ ყველაფერს. თითქმის მზად ვარ. უბრალოდ ჩავიცვამ, გამოვიცვლი, დღეს ძალიან ცხელა. ნუ ძალიან არა, უბრალოდ იანვრისთვის ძალიან ცხელა, თორე ისე არ ცხელა საერთოდ. იმასთან შედარებით, რა სიცხეც გვაქვს ხოლმე ისრაელში ზოგადად. მაგას ძალიან დიდი მაკიაჟი დავიდე ამ დილაუთენია და არ ვიცი რატო, ნუ დილაუთენია არის, თვაც 2 საათია. და უნდა გავიქცე სასწრაფოდ. ხო შორის მენი ვარ შემიმოწმებია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა უგლუტენო ექნება, თორე დავჭები ხახამშრალი და გაღიმებული. კაია, თუ არა და არა უშავს, არ შევჭამს, ხოლმე შევჭამ. კაი, წავედი. ჩავიცვა, გავემზადო, ესეც კი წავიდოდი ძალიან დიდი სიამოვნებით. ის ხო წავიდე. არა, შემცივდება, თორე წავიდოდი. სასწრაფოდ მჭირდება სერი ჩანთა ნაცრისფერი. სასწრაფოდ. ძალიან მომწონს დღეს ჩემი მაკიაჟი, ალბათ იმიტომ რომ მაკიაჟი მაქვს, როგორც წესია ის. ჩემი ძალიან სანდო მეგობრის რეკომენდაციით ვესტუმრეთ ტალილამას, რომელიც მდებარეობს თელ-ავივში, თუმცა ამ რეკომენდაციის შემდეგ ჩემი მეგობარი მე მგონი სანდო აღარ იქნება. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ტალილამა გამოირჩევა იმით, რომ არის ვეგანური და თუ სწორად მივხვდი კონცეფციას, ეს არის ინდური სტრიტ ფუდი და არა რესტორანი. და იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ვეგანური და ინდური სამზარეულოს მიქსი, ცუდი არ იყო, თუმცა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. შევუკვეთეთ ნანი, იგივე ინდური პური ნივრით, კარტოფილის სამოსა, ინდური ბოული და ერთი ინდური სეტი. არ მოგვეწონა ხოდე? არა. არ მოგვეწონა. საერთოდ არ მოგვეწონა, ანუ უფრო გებრიელი მიჭამია მე პირადად. ძალიან ცუდიც არ იყო ეხლა. ჩემი ბრალი აქ არ უნდა წამომეყვანეთ, ესე იგი ამ ადგილას. არა შეიძლება? მაიღ, იალა. ლო, ანუ მწვანე იყო. მეორე შანს აღარ მისცემთ? მე აღარ მივცემ და კიდე ერთხელ დავაფასებ ქართულ სამზარეულოს. გასაგები, დედაც არა. მე კი. მე მივცემ მეორე შანს. სამზარეულოს მე რა უნდა მოგვეწონა. ესე იგი მამა ჩემი ჭკვიანი კაცია, საერთოდ სამზარეულოს, სხვა სამზარეულოს რო არ აღიარებს ქართულის გარდა და საერთოდ არც სხვა ქვეყანას არ აღიარებს. საქართველოს გარდა. ესეც ჩვენი იანვარი. კარგი იქნება ბოლოს რომ გადაგიღო. რა დავტოვეთ? დავტოვეთ, იმიტომ არა, ჭამია და იქნება. ხო, მაგრამ ანუ მის დასტურად გამოდგებოდა რომ არ მოგვეწონა რა მართლა რა, იმიტომ რომ თითო უკმა შეიჭამა ყველაფერი და მეტი არა. სიტყვაზე გვენდეთ, რომ არ მოგვეწონა, ხო? რას ქონდა ინდურ რესტორნებში ყველაზე კარგი შეფასება. მაინც არ მოგვეწონა. არ მოგვეწონა სამწუხაროდ. ჩემი ძმის დაჟინებული თხოვნით შემოვირბინეთ bubble tea-ზე, რომელმაც ფაქტობრივად დესერტის მაგივრობა გაგვიწია. საწყორიდან გადმოვარდნილი, მივდივარ ვარჯიშზე, პილატესზე. და დღეს გავატარებთ ერთად. არავინ გეკითხებათ, გინდათ თუ არა ამ დღეს გატარება ჩვენთან ერთად. იმიტომ რომ ვარჯიშის მერე მივდივართ მე და დედა იკეაში. გუშინ დიდი შტორმი იყო ისრაელში. როგორც ჩანს გადავჭით. თქვენი აზრით ერთ წუთში პილატესზე მივასწრებ თუ არა? მე მგონი 1 წუთი დამაგვიანდება.
ჩვენ სტუდიაში არის რემონტი და ისეთი ლამაზია ყველაფერი. უბრალოდ ნენელა ლამაზდება ყველაფერი და ძალიან მომწონს ეს ფერი, ძალიან მოუხდა მწვანე. Play that song for me? It's my favorite song. პილატესის შემდეგ შემოვირბინე სუპერში. და რადგან ბევრი არაფრის ყიდვას გეგმავდი, ესეც უცბად მოვიარე და გავიქეცი სახლისკენ. სანამ ჩემი კრემსუპი გამზადდება, დაახლოებით 27 წუთი მაქვს რომ მოვემზადო და გავიდე. შეიძლება პირველად ვაკეთებ ნინჯაში სუპს, კრემსუპს, ძირითადად ვაკეთებდი ხოლმე, ანუ ტაფაზეს მოვხრაკავდი ყველაფერს და მერე გაზმოვიტანდი ხოლმე, მაგრამ ეხლა ხავით და ნიორიც აქ მოვთუშე თვითონ ნინჯაში და ფაქტობრივად ყველაფერს თვითონ აკეთებს და რამდენი დრო მაქვს ეხლა რომ ავიდე და მოვემზადო სიტყვაზე და ეს თავისთვის გამზადდება. ჩემგან დამოუკიდებლად გამზადდება. გამზადდა ჩემი სუპი. მე მგონი კარგი გამოვიდა, კარგი კონსისტენციის, ასე რომ გადავრჩი. კაი გამოვიდა. აბა გავსინჯო. და ეხლა თავის გარეცხავს კიდეც ეს ჩემი ჭკვიანი მონწყობილობა ძალიან მიყვარს. ამ პატარა ჩანთაში მიდევს. ჩანთა ჩემი ოზმო, DJI ოზმო ტუჩცაცხი, აქ სათვალე მაგალითად ჯიბეში არაფერი არ მეტევა. და ესეთ შარფი, რომელიც ჩემი ყველაზე ძვირფასი შარფია. რა თქმა უნდა, შარფი გავრეცხე და შევაგდე საშრობში და შეხედეთ რა დაემართა. სულ დამიზიანდა, მაგრამ არის, მაინც არ გადავაგდე, მომწონს. ხო და ეხლა დავდივარ ესეთი გაქუცული შარფით. ძალიან საშინაოდ გამოიყურება, შეხედეთ. არ დალამაზი იყო ძალიან. ეხლა უცბად გამახსენდა და მივხვდი, არ მისაუზმია დღეს ესე გამოვარდი და ეხლა გამახსენდა. რამ დამავიწყა რომ ესაუზმა? არ ვიცი. და ძალიანაც და უცბად. რო გამოვედი თბილოდა უფრო. ეს სათვალეც აღარ მჭირდება. შეიძლება შეკითხვა გაგიჩნდეთ, რას ვაკეთებ ყოველ თვე იკეაში, მაგრამ ყოველ თვე არ დავდივარ. უბრალოდ ეხლა ესე დაემთხვა, მაგრამ ეხლა რატომ მოვედი, იცით? ფასტაკლებებია. თან დედასთან ერთად არ ყოფილვარ და ორივე მოვცუნცულდით ეხლა. რაღაცები დავათვალიეროთ. ფასტაკლებები გრძელდება 4 თებერვალამდე თუ არ ვცდები. საბანი. თეთრეულიც გინდა? ხო. ჩაგეტევა ჩანთაში ყველაფერი. საბანის რა ვიცი, თეთრეული რა. ჩამეტევა? მე მინდა მე რა მჭირდება? ჭიქები მინდა ძალიან, ყავის და მაგას თავცებულად ვიყიდი. ჭირდება ასევე, აი შესაძლოა რომ ნოხს ვამბობთ რომ გჭირდება და არა გვინდა. რაც გჭირდება იმას ვყიდო რომ რა ლამაზი ოთახია. არ მომწონს. ეს ნოხი არ მომწონს. აი ეს ოთახი ჩემი ფავორიტია. აი სავარძე ეს ძალიან მომწონს. ძალიან მშვენიერი და კარგი. აფა საჭრელი ფეხიანი? ხო, ყავის. მომწონს ესეთი სამზარეულოები. ჩაბნელებული.
არა, მე მგონი ძალიან მუქია. ეს უფრო საჩემოა, ეს უფრო რაღაც სიმყუდრო. ეს უფრო მყუდროა, ხო? აი ეს ჯობია. აშკარად ჩემ თავს ველაპარაკები. ამაზე რა სიტყვით ამ სამზარეულოზე? ხო, აი ეს მეც მომწონს, ესე მიდგმული რომ ამაგიდა. ესეც კაია. არა აი. ხო. მაგრამ იმის მერი არ შეცვლილა? აი ესეთიც მინდა. ესეთი მინდა რომ კარტოფილი და ხახო ჩავალაგო. მაგრამ ხახო არ ბათრებ. ამ სიმღერას. იქ ხო? ხო და მეც ესე გვიფიქრე რომ იქ ჯობია ვიყიდო. აი ესეთი. 95 შეკელი ღირს ეს მაგალითად. ლარშიც დაგიწერთ. ეს 125. ხო და ესეთი მინდა რაღაცა. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. კარტოფილის საჭმელი. დე. ვიპოვე. დასაკები? შნიცელები რა და მინდა, კაი. ჩააგდე დე. ვისაჭრეთი ხალხო 12 შეკელი ღირს. კაი რა 12 შეკელი არ მოგეწონება გადააგდებ არც დაგენანება. რა მე ერთი წელია ვხმარობ ერთს. დიდად კმაყოფილი არ ვარ მაინც, მაგრამ ой, რა კაია. მაგრამ ეგ საკიდია დე. ხო. მიტლე. მოკლედ, იკე ამ ჩათრევა იცის ძალიან. მე და დედა უკვე ფაქტობრივად, რავი, რამდენი საათია გვართ და ჯერ კი გვირავის ბოლოს სინათლე არ ჩანს და იმედია მალე გამოჩნდება. და როგორია, იცით, აი თქოს მიდიხარ და გახვედი ბოლოს მე რა ჰოპ, ჩასახვევი. მიდიხარ, კიდე გონია რომ აი всё გასასვლელია და ჰოპ, კიდე გასახვევი. ჩასახვევი, ჩიხებია. საბნებს მოვაგენით და ბეძებს თხელსაბანს. ესეთი? ცუდი არ იყო. ცხელი. ხო, ტემპერატურა რო ძალიან თბილი საბანია ხალხო. ძალიან თბილი საბანი. ცოტა თბილი და გრილი. აი ეს არის რა. აია ეს ნახე, თან ირეცხება 60 გრადუსზე. რა კაი საბანია ეს ლამაზია. ძალიან თხელია. 195 შეკელი ღირს. და ის არის ძალიან, ანუ გრილია, თბილი. ანუ ეს მოგვინდა და ეს. ხო. გადასაფარებლებიც ვნახე, აი ესეთია, ეს ფერი არ მომწონს, აი ლურჯი კარგია, თან თხელია. 95 შეკელი ღირს, ძალიან ნორმალური. აი ეს კაია, დერა სიტყვი, აი ესეთი. თუ ძალიან თხელია. თხელია კი. ეს თხელია. ხო. 240 მაინც მინდა მე მგონი. ეს არ მინდა. ესეთი არ მიყვარს. ნო. ეს კაი, აუ მწვანეც რა ლამაზია, რაღაც ძალიან მომწონს მწვანე ამ ბოლო დროს. რას? ეს თეთრები აღარ დიდი ზოგი. კაი, არა უშავს. ესეც არ არის ცუდი, მომწონს. სერი მოუხდება, სერიის, რა ქვია. ამ მწვანე რა ძალიან ზედმეტი იქნება. ავიღე გადასაფარებელი საწონის ეს ფერი ბოლოს, მწვანე. აი თეთრეული. როგორი ლამაზი თეთრეული. თეთრეულია, ხო? ხო, ძალიან ლამაზია. კონვერტი და ბალიშის პირი. კონვერტი და ბალიშის პირი.
რა ღირს 95 შეკელი. დიდი. ნაირ-ნაირი თეთრეული, 125 შეკელი, 95 შეკელი, მაგრამ აი რაც მოგვეწონა, ისინი არ არის ზოლიანები. და ძალიან დიდი ხანია მინდა ზოლიანი თეთრეული და როგორც იქნა მეშველა და მე მგონი ეს და ეს ანუ ეს არის ბალიში, ეს არის საბანი, გადასაფარებელი და კონვერტი და ბალიშის პირები და ეს არის, რავი, რაც არის, რა ხომ მივხვდით, აი ეს მატრასზე გადასაფარებელი. IKEA სარკეში თუ არ გადაიღებ ფოტო, ვიდეო, აბა, ესე რა გამოვა. ხელი დაუქნი. სათვალე არ დაგრჩეს. საკოსანათები. ეს ფერადებიც ძალიან საყვარელია იქით. კვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე და ჩვენ გავდივართ IKEA-დან. ნელ-ნელა. რომელი საათია? იცი, აბა რომელი საათია? არა, 6. კი. ჩემი გამოვიდა 346 შეკელი და 1000 რაღაცა ვიყიდე. დაგვიღამდა ამასობაში. დაგვაღამდა. ძალიან დავიღალე. მაგრამ სასიამოვნოდ. გუნდაც მოვათრიე. სახში მოვედი, როგორც იქნა მეშველა და მეღირსა, გამოვიცვალე. გუნდაც მოვიტანე და ეხა უცბად სანამ ფეხბურთზე და ჩემი მეუღლე დაკავებულია შესაბამისად. მოდი დავათვალიეროთ რა შევიძინე. დღეს IKEA-ში დავიწყოთ. ეს არის შემოსასვლელში დასადები, ნოხი. ძალიან მსუბუქია და იმედია რომ კარგია და ცუდი არ არის. ამაში გადავიხადეთ თუ არ ვწდები 7 შეკელი კაპიკები, რასაც ქვია. შემდეგი არის აი ეს გადასაფარებელი საწოლისა, რაც უკვე გაჩვენეთ ვიდეოებში, თვითონ IKEA-ში. ამაში ეს ღირდა 155 შეკელი და გადავიხადე 95 შეკელი და არის თი მწვანე, რა თქმა უნდა, ამას გავრეცხავ აი ესეთი. ანუ განსაკუთრებული არაფერი რა, ძალიან ჩვეულებრივია. ამას გავრეცხავ, რა თქმა უნდა და მე გადავაფარებ. თეთრეული, IKEA-ს თეთრეული არასდროს არ მქონია, ძალიან მაინტერესებს ერთი როგორი. ახლა რა თქმა უნდა, ეს ვერ შეედრება სიტყვაზე ვარდინონის ეგვიპტურ ბამბას, მაგრამ წესით ცუდი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ შემადგენლობაში აქვს 100% კოტონი, ბამბა. მართალია? ნუ თუ 60 გრადუსზე ირეცხება და ინახეთ აი ესეთი დაზოლილია, ნუ დაზოლილი რომ მინდოდა იმიტო. ვიყიდე თორე საერთოდ ამჭირდებოდა. თეთრეული. საერთოდ ამჭირდებოდა, უბრალოდ მინდოდა. ესეც მატრასის გადასაფარებელი. მწვანეა ორივე. ანუ ეს ამას აქვს რაღაც ისეთი მწვანე და სერიზოლები და ეს არის მწვანე. ოკეი? ესეც, რა თქმა უნდა, ამასაც გავრეცხავ. ამას მოვაგლიჯე ქაღალდის შემთხვევით. ძალიან დიდი ხანია მინდოდა ეს კარტოფილის პიურეს გასაკეთებელი. ხარია რომ შევიძინე, როგორც იქნა მეღირსა. ეხლა არ ვიცი ნამდვილად რა ხარისხია. რა ღირდა, ეგეც არ მახსოვს. მოდი აი აქ ეწერება, ეს მეგონი ფასაკლებაზე არ იყო. ქვითარით გადავისროლე, გადავაგდე. ხო, ესენი რა ღირდა თეთრეული ერთი წუთი. ძალიან იაფი იყო, აი ძალიან. ეს ღირდა 65 შეკელი მატრასის და ეს ღირდა 155 შეკელი, მაგრამ ამაზე იყო ფასდაკლება და ამასაც დაგიწერთ რა ღირდა დაახლოებით კი არა და ზუსტად. ეს არის სახელური კარადის, რომელიც აუცილებლად გვჭირდებოდა მე და ჩემს მეუღლესთან, როგორც იქნა დავადგით საშველი და ვიყიდე. ეს ღირდა 19 შეკელი, თუ არ ვწდები, ფასდაკლება იყო ამაზეც. საზომი ხელსაწყო მეტრიანი, როგორც ვეძახით, რომელიც ყოველთვის საჭიროა ოჯახში და რა თქმა უნდა არ მქონდა. ესეც არ ვიცი რა ღირდა, ამასაც არ აწერია, მაგრამ აუცილებლად გადავხედავ და გეტყვით. ხორცის საკები.
შნიცელს რო გავაკეთებ, აუცილებლად დავკებავ ხორცს. ესეც არ ვიცი რა ღირდა. მე მგონი 7 შეკელი. აი ეს და ეს მე მგონი ღირდა 7 შეკელი ორივე. თუ არ ვწდები. კიდე რამე ვიყიდე? იმორჩა ძალიან სულ რაღაცეები. აი ხო წარმოგიდგენიათ, მაგრამ აი ესეთი საბოლოო ჯამში გადავიხადე 340 და რაღაც 50 შეკელი და ანუ რამდენი რაღაცა ვიყიდე. არა და სინამდვილეში ისრაელში ისეთი ფასებია, რომ აი ამ ფასად მხოლოდ თეთრელს თუ იყიდი, ნუ იკეა ძალიან იაფია მართლა. იმ ფასებთან შედარებით, რაც არსებობს ისრაელის ბაზარზე. მე დღევანდელი ბოდიალი დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ეს ვლოგის დასასრული არ გეგონოთ, იმიტომ რომ პარასკევსაც რაღაცა გეგმები მაქვს და იმედია რომ განვახორციელებთ. Cut. ეს როგორც ფილმებში ეკეთებენ ხოლმე. Cut. დილამშვიდობის დამეგობრებო, დღეს დილიდან გამოვეწყე და მივდივარ ფოტოების გადასაღებად. ძალიან მეჩქარება, როგორც ყოველთვის, გამოსაცვლელი რაღაცებიც აქ მაქვს, დედები, სვიტრები და ასე შემდეგ. თმათ რავი რაღაცა გავიკეთე გუში და გავიქეცი თორე ჩემი მეგობარი მელოდება. არა, ჯერ არ მელოდება, მაგრამ მალე დამელოდება, ასე რომ აუცილებელია რომ დროზე მივიდეთ. კაი, წავედი. ძალიან კაი ამბია ხოხოსების განცხება ამას გავიხდი მერე. როგორც წესი ხალხი მანქანიდან აკეთებს ხოლმე ესეთ ჯართებს, მაგრამ მე მანქანა რადგან არ მყავს ჯერჯერობით ავტობუსიდან ჩაგერთობით. თავი შარმუსაც მამინდა და ძალიან, მაგრამ ჩავიცი კიდეც, მაგრამ დანარჩენი ტანსაცმელი ჯინსს უფრო მოუხდება, ვიდრე შავ შარვალს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხოლო ჯინსი წამეღო. იმიტომ რომ ხა გამოცვლას და რაღაცას სად დავიწყებ, არ მქონდა მაგის ნერვები. აი უბრალოდ ნერვები კი მქონდა, მაგრამ სად გამოვიცვლიდი ხო ეხა შარვალს ქუჩაში. ამიტომ გადავწყვიტე ჯინსი ჩამეცა. გადავწყვიტე წითელი სვიტრით დავიწყოთ, იმიტომ რომ წითელი ძალიან მიყვარს ზოგადად. ამ ბოლო დროს დიდი ხანია ფოტო არ გადამიღია წითელში, ამიტომ გადავწყვიტე ეს წითელი ფერი. მივდივართ ერთ-ერთ უბანში, რომელსაც ქვია თელ-ავივში, ვიღებთ ფოტოებს, რომელსაც ქვია ნევეცედეკი. უბანი მე თქვენ დაგათვალიერებინეთ უკვე. აი ამ ვიდეოში ხა ჩავსვავ აი აქ. ცდილობთ ნახეთ ეს ჩემი ვლოგი თუ არ გინახავთ, იმიტომ რომ არის ულამაზესი სამეზობლო უბანი, ასე ვთქვათ. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი ფოტოები გამოვივა. თმა გუშინ დავიხვიე. დაისონით ძალიან კარგად სხვათა შორის, მაგრამ რა თქმა უნდა, რო დავიზინე და გავიღვიძე, ეს დღე შემრჩა. მაგრამ წავა რა უშავს. ვა შევხვდებით გადასაღებ მოედანზე. ძალიან ბევრი ხალხია, ბევრი ტურისტები. თან პარასკევია, თან ესეთი კარგი ამინდია და ამიტომაც არის ამდენი ხალხი. სულაც არ არის გასაკვირი. ესეც ჩვენი პირველი ლოკაცია. ეს უბანი არის ულამაზესი. აი ამ სახლს შეხედეთ, რა სილამაზეა. ეს სახლი სალამაზია. აქეთ ხო საერთოდ. אבל אם היו מעכבים אותה פה לשנה, אז הם היו צריכים לשמוע לעלות על... וואי, זה מגניב.
მაღა. ეზე მაგნიმ. ეზე მაგნიმ. No, oh my god. אתה רוצה? שאני אנסה? וואו, איזה מגניב. כל האלה שהם בלנקים, יש לכם הפתעות מאחורה. ממש. ნარეა ამას შეხედეთ. ვაუ. მიყვარს. კაია. შეიძლება გამოხვიდე და გაირუჯო ძალიან ჩვეულებრივად. ისეთი ამინდია იანვარში. ესეც ესე მეგობრებო, დასრულდა ჩვენი ამ კვირის ვლოგით. არაჩვეულებრივი ფოტოსესია გამომივიდა. დაბრუნდი სახლში, სამოსი ჩავიცურეთ მეც აქამდე. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი.